სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის შემდგომ, რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები, ვინ იქნება შემდეგი, ვისაც მამუკა მდინარაძის უწყების თანამშრომლები ხელბორკილებს დაადებენ, რადგან პირები, რომლებიც ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდებიან, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი ქარსელაძის გარემოცვის წევრები არიან. პირველების ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე საათის წინ დააკავეს, ეს არის მამუკა ჟღენტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისებას ედავებიან, საუბარია 9 მილიონ ლარზე მეტზე, თუმცა მამუკა ჟღენტის სახელი და გვარი ფიგურირებს ძალიან ბევრ კომპანიაში, მათ შორის მისი ძმის კომპანია, ეს არის დავით ჟღენტი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ქართული ოცნების, მისი კომპანია არის ფავორიტი ქართული ოცნების, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, სწორედ დავით ჟღენტის კომპანიამ რამდენიმე ათეული ტენდერი მიიღო და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ირაკლი ქარსელაძემ, როდესაც ის იყო მინისტრი უпроშოდ სწორედ. მამუკა ჟღენტის სახელი და გვარი ასევე ფიგურირებს კიდევ ერთ ბრალდებულთან, ეს არის პაიკაძე ბიჭიკო, რომელიც ახლა არის ძებნილი სტატუსით, ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ მამუკა ჟღენტსა და ბიჭიკოს ჰქონდათ კომპანია, სადაც ისინი ინაწილებდნენ წილებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს, თუმცა კორუფციის მკვლევრები ამბობენ იმას, რომ მამუკა ჟღენტი და დავით ჟღენტი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ ეს იყო სიგნალი ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით, რომ ისინი მათთანაც მივლენ და ხელბორკილებს მაღალი რანგის თანამდებობის პირებსაც დაადებენ. Egis International ეს არის ის კომპანია, რომელიც ასევე მონაწილეობს ბიჭიკო პაიკიძის საქმეშიც, ანუ იქაც იგივე სქემა არის, რომ ამ კომპანიის თანამშრომლები შესრულებებს უწევდნენ და ბიუჯეტიდან ისე იღებდნენ ამ ფულს, ანუ ერთი და იგივე კომპანია, ერთი და იგივე სქემა, ერთი და იგივე ადამიანები ამ დაჭერებით მიუახლოვდნენ კიდევ უფრო ქარსელაძეს, იმიტომ რომ ეს კომპანიები იყო მათი ფავორიტი კომპანიები, ეს ბრძოლა, რასაც ახლა კობახიძე ცხადებს კორუფციასთან, ეს არის ბლეფი ფაქტობრივად. ერთი კლანი ებრძვის მეორე კლანს, რადგან კობახიძეს თანამდებობაზე იყო მაშინ, როდესაც ეს კომპანიები ფულს იპარავდნენ და ადამიანი, რომელიც ახლა დაჭერილი ყავს, რომელზეც თქვენ რომ ფულს იპარავსო, ეს ფული მიქონდა ქართულ ოცნებაში, ანუ ეს იყო ქართული ოცნების შემწირველი. კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებდნენ წარმატებით თავიანთ ხელშეკრულებებს, მუდმივად იღებდნენ და იღებდნენ ახალ ტენდერებს, გამარტივებულ შესყიდვებს და თავისთავად ცხადია ჩანდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაცა გარკვეული პრივატული კავშირები. და რა კი ეხლა უკვე მარხუჟის მოჭერა მოუნდათ გარკვეული გუნდისთვის, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის სწორედ ქარსელაძე, ამიტომ ამ კომპანიებით აპირებენ სავარაუდოდ, რომ ზედა ეშელონებისკენ წავიდნენ. ეს სერია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იმიტომ რომ როდესაც ერთი გუნდი ჭამს მეორე გუნდს, აი შეჭმულ გუნდთან დაახლოებულ ბიზნესმენსაც დესერტად მიაყოლებს ხოლმე. ყოფილი მეოცნეების გარემოცვის უახლოესი წევრები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდებიან. სავარაუდოდ დღის განმავლობაში სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ პირებს ბრალის დადგენილებას გააცნობს და ამის შემდგომ საინტერესო აღიარებენ თუ არა ღარიბაშვილისა და ქარსელაძის გარემოცვის წევრები იმ ბრალს, რის გამოც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.